ეს არის შეიარაღების ფორმა, ზებგერითი, ჰიპერბგერითი რაკეტა, როგორც ამას ეძახენ, ოღონდ განსხვავებით სხვა ჩვეულებრივი ჰიპერბგერითი რაკეტებისგან, რომლებიც დაახლოებით 5-6 მახის სიჩქარით. მახი ეს არის ბგერის სიჩქარის რომელსაც ხო 5-6 მახის სიჩქარე ნიშნავს, რომ 5-ჯერ 6-ჯერ უფრო სწრაფად აფრინავს ჩვეულებრივი ზებგერითი რაკეტებია, რომელიც აქვს მაგალითად ასევე ირანსაც აქვს შეიარაღებაში, ჩინეთს აქვს ასევე და რუსეთს. სხვა შორის ნატოს ერთ სახელმწიფოებს ეს არ აქვს. და ამერიკაში ვარაუდობენ, რომ აი 2025 წლის ბოლოს უკვე დაიწყებენ პირველი სარაკეტო კომპლექსი, შესაძლოა განათავსონ ჰიპერბგერითი რაკეტების. ამაში ლიდერი არის რუსეთი. რაც შეეხება კონკრეტულად აი ამ იარაღს, არეშინ გზერაზეც მის საუბარი აქ არის ლაპარაკი, რომ ეს არის 10 მახის სიჩქარით მოძრავი, ანუ 10 ჯერ სწრაფად მოძრაობს. რომელსაც შეუძლია გადაიტანოს რა? შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანაც, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა სარაკეტო სისტემებისთვის. პირველ რიგში ანტისარაკეტო სისტემებისთვის პრობლემა არის თავად სიჩქარე, რაც სიჩქარით ეს გადაადგილდება და მეორე რაც მთავარია, რომ სხვა ყველა ბალისტიკური რაკეტები, აი როგორ მუშაობს მაგალითად ისრაელის საჰაერო თავდაცვა. ბალისტიკური რაკეტა, ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტა, როდესაც ის მიფრინავს პროგნოზირებადი ტრაექტორიით. ანუ თუ იცი მისი მოძრაობის სიჩქარე და დაახრის კუთხე, შეგიძლია გამოთვალო რა ტრაექტორიით გადის და მე რომელიღაცა წერტილში დაახვედრებ შენ რაკეტას. ეს არის ანტისარაკეტო სიზუსტე 100%-იანი არ არის, მაგრამ ნუ რამდენიმე წერტილში უშვებენ და რომელიმე მოხდეს. ზებგერითი რაკეტები და კონკრეტულად აი არეშინკი არის იარაღის ის სახეობა, რომელიც არ მოძრაობს პროგნოზირებადი ტრაექტორიით. მას აქვს უნარი, რომ ზიგზაგზე შეიცვალოს, ასე ვთქვათ, მოძრაობა თან ესხება ბგერის სიჩქარეზე 10 ჯერ სწრაფად და პრაქტიკულად არ არსებობს დღეს ანტისარაკეტო სისტემა, მათ შორის ეს არ გააჩნია არც ამერიკის შეერთებული შტატებში. რომელსაც აღიარებული აქვს ეს. ხო, რომელიც შეძლებდა ამ რაკეტის შეჩერებას. ნუ აი 100-დან ალბათ 2 შემთხვევაში შეიძლება ეს მოხერხდეს. დაახლოებით ასეთი სტატისტიკა არის გათვლილი. მისი მასობრივი წარმოება რას ნიშნავს? მოდი ახლა ამაზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ასეთი ტიპის რაკეტები არის გათვლილი არა ფრონტალური ბრძოლისთვის, რა ფრონტზე კი არ გამოიყენა, ტანკს კი არ ესვრი ამ რაკეტას. ამით შენ შეგიძლია გაანადგურო, რომ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტები ეს არის განსაზღვრელი ამ რბოლაში, ამ ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოების ბრძოლაში, რომ ვისაც უფრო მეტი ჰიპერბგერითი რაკეტა ექნება განთავსებული თავის არსენალში დამონტაჟებული სარაკეტო სისტემებში, მას აქვს მეტი შესაძლებლობა, რომ მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყას. იმ ობიექტებს, რომლებიც არის დაცული ანტისარაკეტო სისტემებით. აი მაგალითად, რავი, შეერთებული პენტაგონი პირობითად რო არის დაცული ანტისარაკეტო სისტემით. რაც უფრო მეტი ჰიპერბგერითი რაკეტა გააქვს შენ შეიარაღებაში, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ ბევრ პენტაგონისნაირ ობიექტს დაარტყა. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ამისი გაცხადება, რომ ის ზრდის ამ შეიარაღებას, პოტენციურად ეს არის შეერთებული შტატებისთვის და ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის იმისი სიგნალი, რომ რუსეთს პოტენციურად ექნება ბევრად მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი სტრატეგიული ობიექტი გაანადგუროს.